მოგესალმებით ჩემო კარგებო, მოგესალმებით ჩემო ერთგულებო, იმედია ყველანი კარგად ხართ. მოვედით თქვენთან მორიგი საჯარო გაშლით და ჩვენი დღევანდელი გაშლის თემა იქნება მისი ფიქრი, გრძნობა, მოქმედება. გაშლა გვექნება სამ ვარიანტზე, აირჩიეთ ერთ-ერთი ვარიანტი. თუ ორი პიროვნების ჩაფიქრება გსურთ ან სამის და გაქვთ ესეთი ფუფუნება, კი ბატონო, სხვადასხვა ვარიანტზე შეგეძლიათ სხვადასხვა პიროვნება ჩაიფიქროთ. მაშინ ასე გვაქვს სამი ვარიანტი, თემა მისი ფიქრი, გრძნობა, მოქმედება. ვაკეთებთ ექსპრეს გაშლას, ვიღაცას ძალიან უნდა მე მგონი ჩვენთან საუბარი და მივცეთ ამის საშუალება. მაშინ ასე. პირველი ვარიანტი, მეორე და მესამე. გვაქვს სამი ვარიანტი. აირჩიეთ ერთ-ერთი ვარიანტი. მოდით პირველი ვარიანტი იყოს ფირუზი, მეორე ვარიანტი იყოს ვარდისფერი კვარცი და მოდით მესამე ვარიანტი იყოს ეს ლაბრადორიტი. არ ვიყენებ ხოლმე გაშლებისთვის, მაგრამ ძალიან ლამაზი თქვა და რატომაც არა იყოს ლაბრადორიტი. ნახეთ როგორი ლამაზია. სამი ვარიანტი გვაქვს. აირჩიეთ ერთ-ერთი და დავიწყოთ გაშლის მოსმენა. აქვე შეგახსენებთ, რომ ვისაც სურს ჩემთან პირადი კონსულტაცია, უნდა მომწეროთ WhatsApp-ში ან Viber-ში, არ მირეკავთ, უბრალოდ უნდა მომწეროთ 511131818 და ასევე შეგიძლიათ მომწეროთ ტაროს სამყაროს Facebook გვერდზე Messenger-ში. მაშინ ასე დავიწყოთ ახლა ჩვენ პირველი ვარიანტით. მეორე და მესამე ვარიანტები ხელი რო არ შეგვიშალონ დროებით, გადავდოთ გვერდზე, დავიწყოთ პირველი ვარიანტით, ფირუზი მით აირჩია და მისი გრძნობა, მოქმედება, ფიქრი და გაქცეულია ეს კაცი პირველი ვარიანტები. მისი პირველი ფიქრი არის გაქცევა, ყველაფრის მიტოვება და გაქცევა. აი რა არის მისი პირველი ვარიანტი, მისი პირველი ფიქრი. დაანგრია ამ ადამიანმა, რა აგრესიულია პირველი ვარიანტი, რა უბედურებაა. დაანგრია ამ ადამიანმა, როცა ურთიერთობა დაანგრია. მოკლედ პირველი ვარიანტი ეხება მათ, ვინც დაანგრია ურთიერთობა, ადამიანი არის აგრესიული, გარბის ურთიერთობიდან გაგირბით, შეიძლება ყველაფერს გაურბის, არ ვიცი, პასუხისგებლობებს გაურბის, ოჯახს გაურბის. აი ესეთი ამბავი არის პირველ ვარიანტში. ეს თქვენ პატარა სიგნიფიკაცია. მისი ფიქრი. რაც შეეხება ახლა მის ფიქრებს. არ ფიქრობს თქო ვერ ვიტყვით, ხო? მაგრამ იცით რა არის, ძალიან არეული, ძალიან აბნეული აზრები აქვს. ნუ სიგნიფიკაციიდან გამომდინარე, ლოგიკურიც არის, რომ ესეთი ამბავი ამოგვივიდა, ხო? იმიტომ რომ ძალიან დიდი დომხალი არის ამ ადამიანის თავში. ძალიან ბევრ რაღაცაზე ფიქრობს. ერთ მომენტში არის ძალიან დამშვიდებული, თვით სიმშვიდეა, მეორე მომენტში არის სრული ქაოსი, ესე ურაგანივით დაქრის მისი ფიქრებით და მისი მოქმედებებით, ხო? რაღაცნაირად აი ესე რა, ძალიან ნუ შეიძლება ითქვას, რომ არაადეკვატურია, ხო? იმიტომ რომ აი ესეთი დიდი ამპლიტუდა ხასიათის ცვლილების არ არის, ხო? ეს ნორმალური. ერთ მომენტში ეს ადამიანი ფიქრობს, რომ მას სჭირდება სტაბილური მშვიდი წყნარი ურთიერთობა, სადაც არის ემოციები და გრძნობები. მეორე მომენტში მას სჭირდება თავისუფალი ურთიერთობები, მას სჭირდება გულაობა და გამოშვიდე გამატარე. აი მოკლედ ესეთი ამბავი არის მის ფიქრებში. ძალიან არეულია ეს პიროვნება. ფიქრობს, რა თქმა უნდა, ფიქრობს, მაგრამ აი მისი ფიქრები იმდენად არათანმიმდევრულია, იმდენად ქაოტურია, რომ აი მართლა გასაკვირია, ხო? მოდით გრძნობები ვნახოთ და მე ეგება სურათი უფრო კარგად გამოჩნდეს კიდევაც. მოდით ნახოთ მისი გრძნობები. გრძნობები თქვენს მიმართ ვნახოთ. აქვს ამ ადამიანს თქვენს მიმართ გრძნობები? აქვს ამ ადამიანს თქვენს მიმართ გრძნობები, არ ვიცი, შეიძლება სამართლიან ურთიერთობაში ხართ და ოჯახი ხართ, ან ოჯახი იყავთ. ყოველ შემთხვევაში ეს წყვილი, პირველი ვარიანტის წყვილი არის ძალიან დიდი ხნის ურთიერთობის წყვილი. შეიძლება მანდ-მაინც ქორწინების მოწვევა არ გაქვთ, მაგრამ თქვენ შორის ურთიერთობა ძალიან დიდი ხნის არის და ძალიან სტაბილური იყო. ნუ ეხლა გამაგზაგებია, რომ ეს კაცი გარბის აქედან. აქვს თუ არა გრძნობები? იცით რა არის? გრძნობები აქვს
აქვს ამ ადამიანს, ეს ადამიანი ძალიან ხშირად იყურება წარსულში, ძალიან ხშირად უყურებს წარსულს, თქვენს წარსულ ურთიერთობას. ასე სურათები ვითათვალიერებს, ხო, იხსენებს როგორი იყო, როგორი კარგი იყო, მაგრამ იცით რა არის, აი თითქოს საკუთარ თავს ძალას ვერ ატანს, ხო? რომ აი ეს გრძნობები, იგივე ის რომ თქვენ მისთვის მომხიბლელი ხართ, რომ თქვენ მისთვის მიმზიდველი ხართ, რომ მას თქვენს მიმართ რეალურად აქვს, ხო, გრძნობები. ამ გრძნობებს ეს ადამიანი არ გადმოცემს, ხო? უფრო წარსულში იყურება და თქვენს ურთიერთობას უყურებს წარსულში. წარსულად კი არა იხავს რომ მორჩა ყველაფერი, უბრალოდ წარსულში უყურებს და მომავლის განვითარებას ვერ ხედავს. თითქოს ეს მისთვის ზედმეტად დიდი ტვირთი არის და ვერ ეჭიდება, ვერ ფიქრობს, რომ აი შეუძლია რამეს ესე მასქნას დაგეგმოს რაღაცას მიაღწიოს თქვენთან ერთად. როგორი მოქმედებები ექნება მაშინ გითხარი? მობრუნებული არკანები არ გვინდა. იცით რა არის, ადამიანი გადმოდგავს ნაბიჯს, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს. მაგრამ იცით რა არის, აქ ერთგვარად ისეთ თხილად უნდა იყოთ. იმდენად არეულ ენერგიებშია და იმდენად ესეთი არეული ქაოტური ფიქრები აქვს ამ ადამიანს, ვერ ლაგდება თვითონ არ იცის რა უნდა, ხო, ძალიანარეულია ეს პიროვნება. ნაბიჯები იქნება, მით უმეტეს თუ გადაკარგულია, ხო, გარბისაგან, რაღაცა გამონათებები მისი მხრიდან აუცილებლად იქნება, მაგრამ საქმე იმაშია, რომ სიფრთხილე რაც უნდა გამოიჩინოთ, ის შეეცდება, რომ თქვენს ემოციებზე ითამაშოს, თქვენს გრძნობებზე ითამაშოს, შეიძლება სადღაც თავით შეგაცოდოთ კიდევაც, ხო, რომ თქვა დროებით ისევ თავშესაფარი რაღაცა მყუდრო ადგილი იპოვოს თქვენთან, მე დაიწყოს ისევ დომინანტობა და ისე არ მოხდეს, რომ მე თქვენ ამ ადამიანმა თქვენ ენერგეტიკულად გამოგჭამოთ და გამოგაცარიელოთ ემოციურად, ხო? ამიტომ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ, იმიტომ რომ უნდა თვითონ ჩამოყალიბდეს რა უნდა ჯერ, უნდა გაერკვეს თავის ფიქრებში, უნდა გაერკვეს თავის მიზნებში, თავის მომავალში, რა უნდა, როგორ ხედავს ამ თავის მომავალს. ძალიან ქაოსში არის პირველი ვარიანტი და სანამ ეს ქაოსი არის, თქვენ რა თქმა უნდა გამოიჩინოთ დიდი სიფრთხილე. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენგან ძალიან ბევრი ენერგია წავა, ძალიან ბევრი ემოცია წავა და ბოლოს აი როგორ თვითონ შეიძლება აივსოს ამ ყველაფრით, ხო? ან თქვენგან წაიღოს ენერგია, აივსოს და თქვენ კიდე დარჩეთ, ესე იგი, გამოწვეული ლიმონივით. ასეთი რაღაცა რომ მოხდეს, იყავით ძალიან ყურადღებით და ფრთხილად, ხო? მასთან ურთიერთობაში. გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე ვარიანტზე, ვინც აირჩია ვარდისფერი კვარცი. და ვარდისფერი კვარცი ამოვიდა, რა ხდება ახლა? ემოციების ზღვა წამოვიდა. ემოციების ზღვა წამოვიდა ამ ადამიანიდან და მე მგონი თქვენ მისთვის საყვარელი ქალბატონი ხართ. არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში იგივე აჩვენებს, რომ ძალიან დიდი ემოციებშია ეს ადამიანი. გრძნობები არის, ურთიერთობა არის, იცით რა, ეს ადამიანი თავიდან ბოლომდე შეიძლება ვთქვათ, რომ აქვს გრძნობები. უბრალოდ სიგნიფიკაციის თვალსაზრისით რატომ მეუნება და ეს კიდე გრძნობებს გაურბის. რა ხდება ბოლოს და ბოლოს? სად გარბი ხარ, გენიცვალე? და ანგრევს ყველაფერს. მეორე ვარიანტებო, პირველი ვარიანტებით დაიწყეთ მოსმენა. ხანდახან ჩემი მსვენელები ყველა ვარიანტსაც უსმენენ და ეს კაია, იმიტომ რომ პირველ ვარიანტში მე ხარ ვიცოდი, რომ შეიძლება გაგრძელებასავით ყოფილიყო. სიგნიფიკაციაში გვიჩვენებს, რას ეს არის ყურებამდე შეყვარებული ადამიანი. ძალიან დიდი გრძნობებია და პლუს ამას, აი რაღაცა ემოციებია ძალიან ძლიერი და პლუს ამას გარბის და ანგრევს ყველაფერს. აი ყველაფერს შლის აბსოლუტურად, რაც არსებობს და ანგრევს. ესე შეიძლება საერთოდ სხვასთანაც გარბის, ხო და სხვას მიმართ აქვს ეს ვნება, ამხელოვნება და ემოციები, ხო? აბა ნახოთ. მისი ფიქრი. შეიძლება იჭვი გაქვთ რომ ყავს ვიღაც მისი ფიქრები. ეს ადამიანი მიისწრაფვის იცით განმარტოებისკენ, სიმშვიდისკენ, ფიქრობს
კი ფიქრობ, შეიძლება გითვალთვალებთ კიდევაც ისე რომ არ იცით გამოწმებთ, აინტერესებს თქვენზე ყველაფერი, ძალიან ბევრს ფიქრობს, ორი აზრი არ არის, ხა კონკრეტულად თქვენზე ნახულობთ, ხო, და ფიქრები თქვენს მიმართ ნამდვილად აქვს ამ ადამიანს, ნამდვილად ფიქრობს თქვენზე, ფიქრობს, რომ ძალიან საინტერესო, განსხვავებული ქალი ხართ, მისი სამყაროდან ამოვარდნილი ქალი ხართ, ანუ ცოტა სხვანაირი, ხო? ანუ როგორებიც ხდება ხოლმე, როგორიც მას ხდებოდა ხოლმე, ხო? ისეთი არ ხართ, განსხვავებული ხართ, ძალიან და ძალიან დიდ ძალას ხედავს თქვენში ეს პიროვნება, ძალიან დიდ ენერგიას ხედავს. ამავდროულად მის ფიქრებში თით რა არის, თითქოს სადღაც უნდა რომ წყლისპირას დაჯდეს, თავისთვის განმარტოვდეს, იყოს, აი, ფიქრებით დატკბეს, ხო? არა მოქმედებებით, არამედ ფიქრებით დატკბეს. გრძნობები ნახოთ თქვენს მიმართ. ნახეთ, აი ხლა ეს ვნება, ეს ამხელა ვნება, ეს ამხელა ემოციები რო გვიჩვენა, თქვენს მიმართ არ გვიჩვენა. სამწუხაროდ თქვენს მიმართ არ გვიჩვენა. თქვენს მიმართ გრძნობები გვიჩვენა რა. სიცივე, სიცარიელე, რაღაცა საიდუმლოებები, შიშები, აი რაღაცა ქარაფშუტული საქციელები, ხო, შეიძლება არის რაღაცა ბევრი დაპირებები, რომლებსაც არ ასრულებს. ნუ, მოკლედ ფაქტია, მოდით ვნახოთ ახლა ჩვენ აქ ხომ არ არის შემთხვევით სხვა ქალბატონი მის ცხოვრებაში. და არის მის ცხოვრებაში სხვა ქალბატონი. არის მის ცხოვრებაში სხვა ქალბატონი. აი ეს ამხელა უაზრო ვნება, რაც აჩვენა, ხო, რაღაცით აჟიტირებული რო არის. თითქოს საერთოდ სხვა პიროვნების მიმართ აქვს, მაგრამ ამავდროულად აი ამ გრძნობას ვერ დავარქვენ, უფრო ვნებას, ხო? ამასთან ერთად ძალიან დიდ ტკივილს ატარებს. რას უკავშირდება ეს ტკივილი? წარსულს. თქვენზე ფიქრს. მეორე ვარიანტი, პირველ ვარიანტს აუცილებლად მოусმინეთ, იმიტომ რომ დაახლოებით ერთი გაგრძელებაა რა. დაახლოებით ერთი გაგრძელებაა. წარსულზე ფიქრს. თქვენ ხართ ესა წარსულში, თქვენ ხართ? თქვენ ხართ ალბათ, ხო? იმიტომ რომ აქ რაღაცნაირი ერთგვარი სამკუთხედი შეიქმნა და იცით როგორ რაღაცას აჩვენებს. ეხლა თითქოს სხვასთან არის, ხო? სხვასთან არის ურთიერთობაში. და ფიქრებით მაინც თქვენსკენ მოდის, კი მაინც თქვენთან აინტერესებს რა ხდება, თქვენზე იგებს ამბებს, ჩუმჩუმად შევა გითვალთვალებდეთ, კითხულობდეს. მაგრამ აი ვნებით, ხო? შეიძლება ეს არაჯანსაღი, ხო? არაბუნებრივი არაჯანსაღი ვნება არის, ხო? შეიძლება ძალდატანებითი ვნებაც, ხო? იმიტომ რომ ფიქრებით თქვენთან არის. თქვენთან ის ემოციური კავშირი, რაც აქ გამოჩნდა, ხო? რომ რაღაცა განსხვავებული სამყარო ხართ მის ცხოვრებაში, ეს განსხვავებული ქალი ხართ, ხო? ესეთი დაკავშირება აქვს თქვენთან. სხვა ქალები ყველა ერთნაირია მისთვის, მაგრამ ვნებით სხვასთან არის. შეიძლება აქ ვნებით მიჯაჭულობა იყოს რაღაცა, ხო? სხვის მიმართ. მაგრამ გრძნობებით, აი ემოციურად, ხო? სულ თქვენ გეძებთ, სულ თქვენზე უნდა რომ გაიგოს ამბები, აქ სამკუთხედია. მეორე ვარიანტი ეხება მათ ვინ სამკუთხედშია. მოდით ვნახოთ ახლა ჩვენ მისი მოქმედებები, ხო? მოდით ვნახოთ მისი მოქმედებები. აი სხვადასხვა მხარეს რატო იყურებით ჩემო კარგო? ამხელა ვნება როდესაც არის. მოქმედებები იქნება, ეს ადამიანი მოშვებით არ მოგეშვებათ, მაგრამ თქვენთან ერთად იქნება თქო ყოველი შემთხვევისთვის. ეხლა ამ მოცემულობით ასეა, ხო? ვიცით ხო, ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს, ხო? მაგრამ ეხლა ყოველი შემთხვევისთვის ესეა. არის უფრო აგრესიული ენერგიები, აი რაღაცა თავის დამკვიდრების თავს გაჩვენებთ, რომ აი როგორი რაღაცის დამტკიცებას ცდილობს თქვენთან, ხო, წავიდა, მოვიდა საქანელასავით, ხო, დაიწონა, აი ესე არის. ანუ მოქმედებები იქნება, მაგრამ აი რისი მომცემი არის ეს მოქმედებები? ეს უკვე საერთოდ სხვა საკითხია. საერთოდ სხვა საკითხია, იმიტომ რომ სხვადასხვა მხარეს იყურებით თქვენ, ხო, თქვენი პარტნიორი სხვა მხარეს, თქვენ სხვა მხარეს, ანუ აი ეს მისი ნაბიჯები, ეს მისი თან იცით როგორი შეიძლება ესეთი ცეცხლოვანი ნიშნების დამახასიათებელი თვისებები აქვს, ხო, აი ესეთი ფეთქებადი, სპონტანური, უცებ რომ აი რაღაცა უცებ გააკეთა, მიდგა მოდა ხმაურიანი, მთელი თავის ფეირვერკებით, ხო, არიან ადამიანები, რომელსაც აი ესეთი დიდი ზეიმების მოწყობა შეუძლია, ხო, რაღაცა დიდი ამბების მოწყობა შეუძლია, სულ მცირე რაღაცეებზე, ხო, ესეთი აჟიტირება, აფეთქება, მაგრამ მაინც ეს აგრესიული ენერგია, ესე იგი თქვენთან სიახლოვეს რომ მოდის აგრესიული ხდება, შორს რო არის თქვენზე ფიქრობს და გეძებთ, მოკლედ ვერ არის ეს კაცი მთლად კარგად.
თქვა ჯანსაღად ენერგიებში ვერ იქნება ნამდვილად. მოდით მაინც შევხედოთ მეორე ვარიანტებო. უბრალოდ ერთი არკანით შევხედოთ, მე ხლაკ ვერ გავაკეთებ დიაგნოზას. ნუ ენერგიებიც ძალიან არეული, ხო? ძალიან არეული ენერგიები. აქ აი ენერგიებიც კი ბევრი ამოვიდა, აი ბევრნაირი არეული აზელილი ენერგიები ამოვიდა აქაც, ხო? მოქმედებები იქნება, ვერ ვიტყვით, რომ საერთოდ უმოქმედოდ იქნება ეს ადამიანი თქვენს მიმართ, მაგრამ ნუ აი ეს მოქმედებები იქნება დაწყებული ჩხუბიდან, რაღაცა მაღურზაურიდან, დამთავრებული აი რაღაცა, არ ვიცი, ისეთი სიურპრიზებით, უცებ რო გეგონებათ, რომ არიქა ყველაფერი შეიცვალა და მე ისევ რაღაცა გაქრა და რაღაცა ვითომ დაამტკიცა, რომ რაღაცა გააკეთე და მე ისევ გაქრა. ცოტა უფრო მსუბუქ გაშლას ველოდი. მეორე ვარიანტება, ველოდები თქვენს გამოხმაურებას უყურეთ აუცილებლად პირველ ვარიანტსაც, იმიტომ რომ რაღაცნაირად ერთმანეთთან რეზონირდება პირველი და მეორე ვარიანტი, არ ვიცი მესამეში რა ხდება და ალბათ მესამესაც უნდა უსმინოთ, არ ვიცი, ნახეთ. დასაწყისში ვიტყვი სიგნიფიკაციის მესამეში და მიხვდებით მე გეცოდინებათ თუ სწორედ უყუროთ თუ არა. კარგით, ეს იყო ჩვენი მეორე ვარიანტი, ველოდებით თქვენს კომენტარებს, თქვენს გამოხმაურებას და გადავიდეთ ულამაზეს ლაბრადორიძე და ვნახოთ რა ხდება ახლა აქ. რამხელა სიყვარული არის თქვენ შორის. ორივეს გიყვართ ძალიან ერთმანეთი, ორივე ემოციებში იღვრებით, ემოციების ხო რა არის ახლა აქ მეორე ვარიანტები, მესამე ვარიანტები და ძალიან გთხოვთ არ გააფუჭოთ ყველაფერი მესამე ვარიანტება. მოკლედ პირველი და მეორე ვარიანტი ერთმანეთთან რეზონირდა, არ ვიცი შეიძლება თქვენი ვარიანტიც რეზონირდეს, ვიტყვი ამას აუცილებლად და მოგიწევთ წინა ვარიანტების მოსმენაც. ნახოთ. პირველი სიგნიფიკატორიაც ამოგვივიდა არის სიყვარული, გრძნობები, ნებები, სიყვარული, გრძნობები, ნებები. ძალიან დიდი სიყვარულია. არ ვიცი, შეიძლება თქვენ სიყვარულზე და თქვენს ურთიერთობაზე ლეგენდები დადის ან დადიოდა. გამორჩეული წყვილი თავისი გრძნობებით, თავისი სიყვარულით ერთმანეთის მიმართ. აი ესეთი წყვილი მოვიდა მარაჩვეულებრივ ლაბრადორიძე მესამე ვარიანტში და ვნახოთ ახლა ჩვენ ფიქრი გრძნობა მოქმედება. რას ფიქრობს? საოცარი მიმზიდველობა არის, აი ხანდახან გონია, რომ იცით როგორ რაღაცას ფიქრობს თქვენზე, რომ რაღაცა სასწაული დაემართა, რომ თქვენ შეხვდათ, რომ თქვენნაირი პიროვნება, თქვენნაირი ქალი არის მის გვერდზე. აი ესეთი დამოკიდებულება აქვს, ხო? ხანდახან გონია, რომ აი გავიღვიძე და ეს ადამიანი არ არის, ხო? ეს ყველაფერი სიზმარი იყო. ძალიან ბევრი ფიქრები აქვს თქვენს მიმართ, ძალიან ემოციური ფიქრები აქვს, უბრალოდ აქვს როგორი შიში, იცით, ერთგვარი შიში, რომ ყველაფერი შეიძლება ძალიან უცებ დასრულდეს და ყველაფერი შეიძლება იყოს ილუზია. რაღაცა მომენტში შეიძლება საკუთარ თავშიც არ არის დარწმუნებული, ან თქვენში არ არის დარწმუნებული, მაგრამ ამ მომენტში, იმიტომ რომ როდესაც ამხელა გრძნობებს აჩვენებს და ამხელა სიყვარულს აჩვენებს, თუმცა აი ახლა უფრო დაზუსტებით სიგნიფიკაციის გარეშე შევხედავთ რა ხდება და მესამე ვარიანტებო აუცილებლად ახლა საინტერესოა, ხო, ზუსტად იგივე არკანები რო ამოდის ზუსტად იდენტურად მეორესთან და მეორე და პირველ ვარიანტებთან, მესამე ვარიანტება მოკლედ მოусმინეთ აუცილებლად პირველ, მეორე და მესამეს თავიდან მიყევით, ახლიდან მოусმინეთ, იმიტომ რომ ერთმანეთის გაგრძელება არის ეს გაშლა. გრძნობები, აი ამ ხელა სიყვარული, რა უქენით, როგორ მოიტოვეთ უკან, როგორ დაანგრიეთ, როგორ გაიქეცით, ნუ აქაც ისე და ისე მესამე პიროვნება ამოდის. ნუ რადგან გაერთიანდა გაშლა, ნახოთ ახლა ჩვენ აქ, ხო არის მესამე პიროვნება, შემოჭრილი სხვა პიროვნება, შემოჭრილი თქვენს ურთიერთობაში. აი ეს ამხელა სიყვარული, რომელზეც ლეგენდები დადიოდა, ყველა არ წამოუნდა, კი გავიფიქრე რატო დადიოდა, დადის მეთქი, უნდა მეთქვა თქო, მაგრამ ნუ აი აქ ახლა უკვე აჩვენა, რომ რაღაცა ძალიან ინგრევა, როგორ იქნება მისი მოქმედება. თლიან გაშლას უკვე რომ მოусმენთ სამივე ვარიანტს. მისი მოქმედება. იცით რა, მე ხა გრძნობებს ვერავინ ვერასოდეს ვერავის ვერ წაართმევ, შეიძლება დაახშო დროებით, ხო, რაღაცნაირად არ ჩანდეს, მაგრამ მის მოქმედებებში იცით რას აჩვენებს, რომ იცით თქვენს მიმართ თითქოს რაღაცნაირად აი გაშიშდაო, ხო? არ ვიცი, შეიძლება როცა ელაპარაკებით რაღაცაზე პასუხს როცა თხოვთ, შეიძლება აი თითქოს შეშდება, ხო, შტერდება და პასუხსაც ვერ გცემთ. აქ შეიძლება კიდევ იყოს ის, რომ სასმელს ხო არ დაუწყო მიძალება.
იმიტომ რომ მოქმედებებში ძალიან აქტიურად გვიჩვენებს, რომ ხშირად არაფრთხილ მდგომარეობაში ბრძანდება ჩვენი ვაჟბატონი და აქვს კიდევ იცით რა, თან თქვენ თუ არ შეუძლიათ, თან თქვენი შიში გაუჩნდა ამ ადამიანს, აი თითქოს თან გეხუტება და თან ეს ხელს კრავთ და გიშორებთ, ხო? და უფრო აქ იცით როგორი მომენტი, აი შესწავლის მომენტი დაჭირდება, არ ვიცი, შეიძლება დაჭირდეს დრო, ხო, რომ სამომავლოდ ყველაფერი გამოასწოროს და დაალაგოს, იმიტომ რომ ეხლა ურთიერთობის შესწავლის თუ საკუთარ თავს ეძებს ეხლა თითქოს ახლიდან ამ ურთიერთობაში, ხო, განახლება უნდა ამ ურთიერთობაში, თავის ადგილს ეძებს აი ამ ურთიერთობაში. ემოციები ასად არ წავა, ემოციები ამ ადამიანს გრძნობები თქვენს მიმართ აქვს, მაგრამ გამოჩნდა რომ არის სხვა პიროვნება, გამოჩნდა რომ არის რაღაცა არაფრთხილ მდგომარეობაში ვართ ხშირად. და შიში აქ რომ ვერაფერს ვერ შეცვლის, რატო აქ ესეთი შიში არ ვიცი, რაღაცა პრობლემა აქვს, როგორც ჩანს მას. ანუ იცით რა არის, აი, როდესაც პიროვნება აღფრთოვანებულია, რომ რა მაგარია, ხო? აი, როგორი საოცარი პიროვნება შემხვდა, ხო? აღფრთოვანებულია თქვენით, ხო? აი ამ არჯერა ამ ბედნიერების, რომელიც მის თავს არის და მერე უცებ რაღაცა საოცრებებს აკეთებს, ხო, საოცრებებს ჩადის. ნუ არ არის ეს ნორმალური და ადეკვატური. შიში აქ ეხლა ამ ყველაფრის დაკარგვა არ უნდა, ხვდებით? არანაირად არ უნდა ამ ყველაფრის დაკარგვა მას. მოქმედებით, აი, ქმედებებს ამას აჩვენებს, რომ უფრო თავის თავზე მუშაობა, უფრო თავის თავზე ორიენტირება ეხლა აი ამ მომენტში, იმიტომ რომ თავის თავს ეძებს მოკლედ რა. და მოკლედ რო თქვა, თავის თავს ეძებს ამ ურთიერთობებში. იმიტომ რომ, ნუ, როგორც თქვი, გამოჩნდა აქ, რომ არა ერთი ვარიანტი, სამ ვარიანტზე არამედ გამოვიდა, რომ სამ ვარიანტზე სამი ვარიანტი გაერთიანდა ერთში და მთლიანად უნდა უყუროთ გაშლას. თუმცა ცალსაკეთ შეგიძლიათ მოусმინოთ ახლა. არც ეგ არ არის პრობლემა. უბრალოდ ესე რეზონირდა რაღაცნაირად ერთმანეთთან ეს გაშლები. კარგით, აი ესეთი იყო ჩვენი გაშლა. იმედია მოგეწონათ, ველოდები აუცილებლად თქვენს გამოხმაურებას. ყველას ძალიან დიდი მადლობა, ვინც უსმენთ და უყურებთ ხოლმე ჩემს გაშლებს, თითოეულ თქვენგანს აქტიურობისთვის, თითოეული პოსტის მოწონებისთვის, გვერდის გამომწერებს განსაკუთრებული მადლობა, ვისაც არ აქვს გამოწერილი, იმედია გამოიწერს. თუ არ გამოიწერს, ცუდია. მოკლედ, ველოდებით თქვენს გამოხმაურებას, ვისთან როგორ რეზონირდა, მეულევ ბედნიერებას, სიყვარულს, სიხარულს და კეთილდღეობას გისურვებთ.